შემდეგ ეს ქალაქი შემიყვარდა. არ ვიცი, სიტყვები არ ყოფნის. მე მთელი ცხოვრების განმავლობაში იქ დავრჩებოდი და ეს არის ძალიან მაგარი საქმე. და ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს, უნდა გაგრძელდეს. გაგრძელდეს ისე, როგორც ღირსია ჩემი რუსთავი. ეს არის ჩვენი ვალი. მით უმეტეს უფროსების ჩვენი პატარების წინაშე. ძალიან ორგანიზებული, ძალიან თბილი გარემო, არაჩვეულებრივი ჟიური. საჭირო ესეთი კონკურსები და ორმაგად საჭირო, როდესაც ეს ეხება პატარებს. იმის გარდა რომ საკონკურსო ძალიან დიდი წარმატება მოუპოვა, ძალიან დაახლოვა ბავშვები დაამეგობრა და ცოტა სხვა ურთიერთობებს გაუსვა ხაზი. მინდა აღვნიშნო, რომ ის მცირე ბიუჯეტი, რაც ამ ფესტივალს გააჩნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა გაკეთდა რეალურად ენთუზიაზმზე. და ყველა აბსოლუტურად თითქმის ყველაფერი მოხმარდა ისევ იმას, რომ ყველა თანხა წასულიყო პრიზებში. დღესასწაული იყო, ძალიან ისეთი კმაყოფილი და ემოციებით და ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა რომ ისევ გაიმართოს ფესტივალი. ეს ჩვენ სადაც მივიღეთ მონაწილეობა, ეს ფესტივალი იყო ზეიმი. უსურვებ რომ კიდევ გააგრძელდეს ესეთი ფესტივალი ყოველ წელიწად ჩატარდეს და მიეცეს ბავშვებს სწორად სიმღერის და სწორად განვითარების შანსი. I expected it to be. It was great people, great producers, great music. Everything that was happening, it was happening because it needed to be that way. Nothing was less, nothing was more. ზოგადად ვიყავი აღტოვანებული ორგანიზებით, ვფიქრობ, რომ ეს იყო ბრწყინვალედ დაორგანიზებული ფესტივალი. ალბათ კარგი მაგალითი დანარჩენი საქართველოსაც ის როგორ უნდა ტარდებოდეს მაღალი ხარისხის ფესტივალები თუ კონკურსები. მიყვარხართ რუსთაველებო, მიყვარხართ რამე თუ ჩვენ გრძნობდით იმ დღების განმავლობაში თქვენს თანადგომას. ძალიან დიდი მადლობა ამ ფესტივალისთვის, ყველა იმ ორგანიზატორს და ამ ფესტივალის. კიდევ მივიღე მონაწილეობა უცხოეთში საკმაოდ წარმატებულად, თუმცა შემიძლია ვთქვა ხმამაღლა, რომ ისეთი ემოცია, როგორც მივიღე რუსთავში, ვერ მივიღე იქ, რადგან ეს იყო საუკეთესოდ გაკეთებული ფესტივალი. ამ პროექტის საშუალებით შემეძლო შესულიყავ ვაგონში და მე შოპინგა. და გამოაცხადა ის, რომ გრან-პრი გადაეცემა დავით ქიმიეთის, არ ვიცი, ან მაგ დროს მოწყვეტილი ვიყავი ძალიან დედამიწას, არ ვიცი, სად ვიყავი, უბრალოდ ჩემთვის დაუჯერებელი იყო. მოხდა ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერება ჩვენს ოჯახში. ის რომ ბატონი კოტი არ არის რუსთაველი და ეს ყველაფერი გააკეთა მან რუსთავისთვის და ეს ერთი და სხვა მრავალი. ჩემს ხელის გულზე და ეშვამზე ღვთიური შუქი მოფინა მიწას როცა მადლით მეც ავივსე სამყაროს უნდა ვიგზენი მწას ჩემს ხელის გულზე ევარებს მზე ცელქათი ნათებს ხივები ხატავს მე წამულ ფერის კაბადონზე ზემოთ უდარდელ ღიმილებსა და ზე როგორ შვენის შენს ხელის გულს იმ ფოლადივით ბოდღავს და თუ შენი ვარ ყველა რუსთავო დღეს ზისხარი გულის რუსთავში ზგერს ჩვენს ხელის გულზე ისვენებს მზე მისუქ დავღიმილ სამყაროზე გზას ის ჩვენთან არის ამზე იმზე და ჩვენს ბედნიერ სახებს ხედავს ზე როგორ შეის შენს ხელის გულს